ვინ განიცდის ტკივილის წინასწარ. ეს არის შფოთვარი ადამიანი. ანუ სიტუაცია ჯერ არც კი მომხდარა, შეიძლება საერთოდ არც მოხდეს, მაგრამ შფოთვარემ უკვე თავის გონებაში დადგა საშინელი დრამა და იტანჯება იმ სურათით, რაც თავის თავში შექმნა. ამ დროს კი ავიწყდება, რომ წარსულზე ან მომავალზე ღელვა უბრალოდ არ არის მომგებიანი. წარსული უკვე მოხდა, მომავალი კი დამოკიდებულია იმაზე, რას ვაკეთებთ ახლა. ამიტომ შფოთვარეს სჭირდება არაჯანსაღი ფანტაზიების ნაცვლად საღი გონებით მოვლენების დაშვება. მაგალითად, დაიწყო დრამა. აი აქ უნდა აუხსნათ საკუთარ თავს, რომ რატომ არ არის ეს ჩვენთვის სამყაროს დასასრული. სანამ რაც გვაშინებს, არ გავაკეთეთ მისი ფორმულირება, სანამ ის დამალულია, სანამ ბუნდოვანია, მანამ ის გვაშინებს. ამოვიტანოთ ეს ყველაფერი ზედაპირზე, დაუშვათ, რომ შეიძლება მოხდეს და დაუქნიოთ თავი. ისიც გვახსოვდეს, რომ არ არსებობს მოუგვარებელი პრობლემა. რაც გვაღელვებს, თუ მასზე ზემოქმედება არ შეგვიძლია, რა აზრი აქვს მასზე ღელვას. თუ შეგვიძლია ზემოქმედება, გავაკეთოთ ისე, რომ აღარ ვიშფოთოთ. ჩვენი პრობლემა ძირითადად იმაში, არავინ გვასწავლა, როგორ ვქნათ ეს ზუსტად. ის, რაც ჩვენ უკვე დაუშვით, რომ მოხდეს, ვეღარ გვმართავს, აღარ აქვს მას ძალა. ჩემო ძვირფასებო, თუ გსურთ გაიგოთ, როგორ გამოხვიდეთ შფოთვის ჩაკეტილი წრიდან ეტაპობრივად და დაიბრუნოთ სიმშვიდე და კონტროლი საკუთარ ცხოვრებაზე, მაშინ დაწერე კომენტარში მინდა სიმშვიდე და მე თქვენ გამოგიგზავნით ლინკს, სადაც დაწვრილებით გაიგებთ ყველაფერს. გავუგზავნე ეს ვიდეო ყველამ შფოთვარე და ემოციურ ადამიანს. თქვენ კი გისურვებთ ყველას ჯანმრთელობა.